ერევანის საბავშვო ევროვიზიის კონკურსს მასპინძლობს. სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები დღეიდან პრომოტურის ფარგლებში შეხვედრებს მართავენ. ქართველი მონაწილეები კონკურსანტებს უკვე შეხვდნენ და ევროვიზიის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოზე საკონკურსო სიმღერად შეასრულეს ჯგუფი Candy Music's ევროპელი მსმენელისთვის 3 დეკემბერს დიდ სცენაზე აჟღერებს. ნახეთ ჩვენი ექსკლუზიური რეპორტაჟი. შემატკივრობა თბილისიდან იწყება. Candy ერევანში ქართველმა თაყვანისმცემლებმა აპლოდისმენტებით გააცნეს. წინასწარ გაწერილი საკონკურსო პროგრამა, შეხვედრები და პრომოაქციები რამდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ იწყება. საბავშვო ევროვიზიამ სტარტი ერევანში აიღო. ჩვენ უკვე სომხეთში ვარ და რა ველით იმ მომენტს, როცა შევალთ სასტუმროში და ყველა ბავშვს გავიცნობთ, რავი, ძალიან გვიხარიათ. ქართულმა მომღერლებმა კონკურსანტები ჩასვლისთანავე გაიცნეს. Candy იუბილარ მონაწილეს დაბადების დღე ექსპრომტად შესრულებული სიმღერით მიულოცეს. საბავშვო ევროვიზიის ფარგლებში კონკურსამდე 5 დღით ადრე ერევანში 13-ვე ქვეყნის დელეგაცია შეიკრიბა, რომლებსაც 20-მდე კამერა აშუქებს. ჩვენ უკვე ფოიეში დავიწყეთ სხვა მონაწილეების გაცნობა. ძალიან ბედნიერები ვართ. კარგ ურთიერთობებს ვამყარებთ მათთან და ისინიც თბილად გვპასუხობენ. მღერით მათ სიმღერებს, ისინი მღერიან ჩვენ სიმღერებს. საკონკურსო განწყობა ევროვიზიის გახსნისადმი მიძღვნილ საღამოზეც იგრძნობოდა. ერთ-ერთ პოპულარულ კლუბ მეცოში პატარა მომღერლებმა სპეციალურად ევროვიზიისთვის შერჩეული სიმღერები შეასრულეს. Candy პირველივე დღეს განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და ფრიარულება გამოიწვია. ოფიციალური გახსნა ჩატარდა ესეთი ცერემონიალი ევროვიზიის. ფანტასტიკური განწყობა ყველა მონაწილეს, ჩვენ Candy-საც რა თქმა უნდა, ისინი ძალიან ლამაზები იყვნენ დღეს. პირველი შთაბეჭდილება არის ძალიან კარგი, ძალიან კარგ განწყობაზე ვართ. ჩვენი გოგოები არიან განსაკუთრებულებით, ყველაზე მხიარულები და დიდი აპლოდისმენტები და ოვაციები დაიმსახურეს და მე მგონია, რომ ძალიან კარგი შედეგებით დავბრუნდებით საქართველოში. გამარჯობა საქართველო! ძალიან გვიყვარხართ ქართველები და გვიხარია, რომ დღეს აქ ხართ და თქვენი მასპინძლები ვართ. ჩვენი ხმა თქვენია. წინასწარ გაწერილი გრაფიკი რამდენიმე კოსტიუმირებულ რეპეტიციას ითვალისწინებს, რომელიც პატარებს კონკურსზე წარმატებულად წარდგომის საშუალებას მისცემს, თუმცა მსმენელის და მონაწილეების მთავარი მღელვარება წინაა. გადამწყვეტ შეფასებებს მომღერლები 3 დეკემბერს მიიღებენ. სწორედ ამ დღეს გამოავლენს ევროპელი მაყურებელი საბავშვო მუსიკალური კონკურსის 2012 წლის გამარჯვებულს.